ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 12-13 ნოემბერს შეხვედრებს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან, ევროკომისართან, ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან, ევროპის პარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან გეგმავს. პრემიერის შეხვედრა ასევე ბელგიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც გაიმართება. 14 ნოემბერს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან იგეგმება. ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, ეს არის ვიზის შეთანხმება და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადება. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს წესით მომავალი წლის მაისში, რათა ვილნიუსის სამიტზე ნოემბერში მოხდეს ყველაფერი ამის გაფორმება. საუბარი შეეხება აგრეთვე საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ჩატარებულ არჩევნებს, ამ არჩევნების შეფასებას, დემოკრატიული პროცესის შეფასებას და საქართველოს მომავალ ინტეგრაციას ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, როდესაც შეხვედრა გვექნება ნატოს გენერალურ მდივანთან ბატონ რასმუსენთან 4 შაბათს. ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროპა, ევროკავშირი და ნატო. ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები. ამ მიმართულებით ჩვენ ვიმოძრავთ, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის და ქართული საზოგადოების არჩევანი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის არჩევანი. ამის შესახებ განუცხადებ ჩვენს ევროკავშირში უმაღლეს დონეზე და ნატოშიც ასევე უმაღლეს დონეზე პარტნიორებს. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ბატონი პრემიერის შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, ძალიან გადაჭარბებული ინტერესია ხალხი ჩამოდის არა მარტო ბრიუსელიდან, ბელგიიდან, არამედ ჰოლანდიიდანაც საკვირველად ჩამოსვლა, საფრანგეთიდანაც არის ძალიან დიდი მოლოდინი ინტერესი. სურთ რომ გაესაუბრონ და გაიცნონ ბატონი პრემიერი პირადად.